ხო, ну, მოკლედ ავტოდიდაქტა გამოვიდა პირადობა რა. როგორ დამოიწყო ავტოდიდაქტა პირადობის მოწმობა რომ აიდი ვერ გავიხსენ რომ პირადობის მოწმობაც ვეძახით. ხო, მე აგზელე საკმაოდ ძეგლი წინადადება არის ეპიპლეონ ეპიბლითის იპოსტატიკით ავტოთეზზე იპოსტატური პირადობა. Είναι κάτι που σύμφωνα με τον συγγραφέα ξεκίνησε πολύ πριν από την ενσάρκωση στην αρχή της ιστορίας όταν ο λόγος προσέλαβε την ατελή ανθρωπινή φύση στην μοναδική υπόστασή του και ως απαραίτητο μέρος της μια απόψη μας θυμίζει έντονα τον λόγο. Ესე იგი, როდესაც ესე იგი თავიდანვე აქ რა იმ თავითვე კომერციტყვაში იგულისხმება ქმნილება აუცილებლად ესე გარდაუვლოთ მაგრამ არა აუცილებლად იმიტომ რატო არ არის აუცილებელი იცი იმიტომ განსაზღვრებით პიროვნება თავისუფალია და როგორ არის თავისუფალი ნუ განსაზღვრებით რახან თავისუფალი ამიტომ ესეა პრინციპში ვერც ლუდოვიკო ვერ იმაშვა ვერ გადავა ეხა აი ღმერთი როგორ აქეთ მე მაინც აპოფათიზმში მიდიხარ რა თვითონ მაქსიმეს აქ რა მარად მოძრავი უძრავ და ეს მე ეს თამაში მიდის რა თვითონ და ნუ ეხა აქ მაგრამ ნუ მაქსიმალურად ლოგიკური თუ იქნებით რასაც ეხა ლუდოვიკო აკეთებს მაშინ ესე იგი როგორ არის იმისი ის ამბობს რომ იქ აპოფათიკა და იქ არ გამოვა არაფერი მაგალითად ორჯოლული არის არ ვიცი მასწავლებელო ღმერთის ნება რა შენ გუდრის არ გჯერო რა შენ ილია მეორეზე მეტი იცი აი გერო უცებეთ რომ მამაო მითხრა რომ ორჯოლური ეს ღვთის საიდუმლოა და შენ მეუნები რომ ეპასუხი გაგცე და როგორც აღარ მაგ გესურის გამოუძახებს პოლიციას და დაგარბებს ხო ორჯოლური ესე ეუბნება რომ კი ბატონო ღმერთი შეუცნობელია ღმერთის საქმენი გამოუკლებელი არიან მაგრამ ორჯერული 4-ია და ემილია და აგიმტკიცო რა ესე იგი ძალიან ადრე ნუ გარბი ხარ აპოფათიზმშიო რა ეს კურაევის ნათქვამია ძალიან ადრე ნუ გარბი ხარო ამ კაცეუნება ესე იგი ისი ლოგიკური დამტკიცებას და ლოგიკურად შეგვიძლია რომ მივიდეთ მაქსიმალურად უნდა მივიდეთ ლოგიკურად იმ ზღვრამდე და როდესაც მე ვეღარ გადავდივართ იქ უკვე რწმენით ჩერდებით აი ეს არის ის რაც ლუდოვიკო შეითავაზება ეს თანამედროვე ფილოსოფიის მომენტი ადრეს გითხარით და ხო მსგავსი რაღაცაო ესე იგი ბულგაკოვის სოფიოლოგიაში გვხვდებაო რა ეს სერგი ბულგაკოვი მიხაელი კი არა სერგი ბულგაკოვი არის ის სოფიოლოგია ქონა და მაგის შესახებ რაც მაგ ცოტა მაგი და კარლ რანერის ეს მაგ შედარებული ერთმანეთთან ბულგაკოვის იდეა და მაგის შესახებ იწერია ცოტა რაღაცა. კარგით, მე მოდის უკვე ოსტოს მაქსიმოზდენ ხრისიმოპიპიო ორო იპოსტატიკით ავტოტი და ეგეთ რაღაცას არ იყენებსო ტერმინსო იპოსტატიკით ავტოტი და მაქსიმიოიო ესე იგი ჰიპოსტასურ გმავნებით როგორ არის ქართულად პირადობასო Όσο αφορά στο είναι ο Χριστό, αλλά όπως είδαμε παραπάνω, αποδέχεται τον όρο σύνθετος υπόστασης. Σύνθετουρ, τάνσιετ γμουλ, როგორც ალბათ termins, τάνσιετ γμουλ, გვამოვნებას, τον οποίο ορίζει ως δύο ασύγχυτες φύσεις με μία υπόσταση. Δύο μεν τα συνδεδεδράμε και με μάξιμες τσιτατά μοκός χρησιμοποιείται ενότητα τον όρο σύνθετος φύσης. Ο όρος σύνθετος υποστάσης χρησιμοποιείται εδώ εναντία στον όρο σύνθετος φύσης των μορφισιτών. Σέγει άκο σύνθετος υποστάσης μάξιμες τσιτατά ρίκμοκονილი გამოიყენება, ესეგი შედგმული გვამოვნება გამოიყენება მონოთელიტების საწინააღმდეგოდ, რომელიც ამბობდნო შედგმული ბუნებაო. ესე იგი, რომ ორი ბუნებიდან ერთი ბუნება შედგა. ესე არ არის. ის ბუნებებს მაქსიმესთვის აუცილებლად უნდა ქონდეთ თავიანთი ძალიან აქტიურობა, მოქმედება აქტიურობა.
იყო და ისინი თავად უნდა ქონიდნენ რაღაცას, რაშიც რა თქმა უნდა პიროვნებაც ჯარეული. ეს შემდეგი თავი არის მეოთხე თავია უკვე და იმედია ბოლოა ეს აღარ შემილია. არა, კიდევ არ ყოფილა ბოლო. ვაუ, რა ბოლო თუ 6 თავი ყოფილა. აუ, არის რა. ეხა მოდისო მეოთხე თავი არის anthropocene olotita tu. Prosopikike fiziki eterotita. ადამიანი არისო მისი მთლიანობა. olotita tu. ადამიანი არ არის მისი პიროვნება, ადგილთა ჰოლიზმი რო გიწყობი olotita ჰოლიზმი, ჰოლისტური. მთლიანი. არ არის მთლიანობა, რაცა prosopikike fiziki eterotita, ესე იგი პიროვნული და ბუნებრივი ეტეროტიტა იქნება ეტეროს არის კერძოობა, განკერძოება. Alla che τελευταία είναι μία αφηρημένη και ανύπαρκτη δίχως την πρώτη χώρα. ესე იგი ეს პირდაპირ ამბობს, რომ ბუნების ერთიანობაო არსებობს პიროვნების კერძოობის რა. Έτσι, το έδαφος της προσωπικής ετερότητας είναι η φυσική ετερότητα, όπως ξεκαθαρά ισχυρίζεται. ესე იგი, ნიადაგი პიროვნული კერძოობისა არის ბუნებრივი კერძოობა, ესე ადამიანური ბუნება არის კერძო, ესე იგი ცალკე არის. ცალკეა, მაგრამ განშორებული კი არ არის. კერძო არის. კერძო, მაგალითად კერძო ქონება ხომ აქვს, მაგრამ სადამ კერძო ქონება. საიდუმლო კუნძულზე კერძო ქონება არ აქვს, ხო? საიდუმლო კუნძულზე ხე დაუსახლებელ კუნძულზე, სადაც მარტო რობინსონ კრუზოს არ ქონდა, არანაირი კერძო, ეს ყველაფერი მისი. კერძოობა არ არსებობდა, საკუთრება არ არსებობდა, საკუთრება, განსაკუთრებულობა, საკუთრება იქნება შეიძლება თქვა, ხო? ეტეროტიტა განსხვავებულობას ნიშნავს, მაგრამ კერძოობა თქვა და საკუთრება არა, კერძო საკუთრებას რო ამბობ, ხო? კერძო არაფერი არ აკერძო, მარტოა რა, პარასკევაც მოვიდა და დაუწყო. ხო, არაფერი არ არის პარასკევი. კარგი ფილმია ეს. ხო, მაგრამ ჩემი კერძოობა მხოლოდ მაშინ არის, როცა გვაქვს საერთო, აი მაგალითად ამ კუნძულზე კიდე თუ იცხოვრებს რაღაც, მაშინ ეს კუნძული იქნებოდა საერთოობა და ამ კუნძულში ჩემი რაღაცა ნაკვეთი, რაღაცა გამოკვეთილი, საერთოდ ამოკვეთილი ერთობაში იქნება ჩემი კერძოობა. ოღონდ იცით როგორ არის, აი მე თუ ვამუშავებ ამ ჩემ კერძოს, ესე იგი ჩემს ხელს ამ შემთხვევაში და ჩემს გარშემო, ჩემ ქონებას, აი ამიტომ ეს ინტუიცია ძალიან ღრმად რომ არის ადამიანთან ერთნი რო ვარ და თან ცალკე რო ვარ. ეს არის სწორედ იმ ლოკის ფილოსოფიაში ეგდევს, რომ ჩემი ქონება ვარ მე და თუ ეს სამართლი, მაშინ შენ თვითონაც მაშინ მე მკლავ, იმიტომ მეტი არაფერი მიამჩნევ ჩემ პიროვნულობას კლავ და ამასობაში შენ თვითონაც ზიანდები მეგობარ, იმიტომ რომ მაშინ შენი კერძოობაც არ არის კერძოობა და საერთოდ პიროვნება ქრება. ამიტომ პიროვნება თუ გინდა რომ იყოს, ჩემი სხეული უნდა მეკუთვნოს გირჩი რომ ამას რო გეუბნება, ჩემი სხეული გეკუთვნის თუ არა შენ. აი ამ თეოლოგიას გეუბნება, მაქსიმეს თეოლოგიიდან ამოდის. გესმით რატო უჭერ მე ხოლმე მხარს მიგიცანა. აი ეს კი არ ამოდის ხა ამ ინტუიციებიდან მოდის. და ეს ინტუიცია მეგობრებო არ არის არც მაგალითად მაქსიმესი არის იმის ესია. ლოგიკს არ იცოდა არც მაქსიმე არაფერი. თუმცა რა თქმა უნდა ლოგი მომდის მაქსიმე როგორც გითხარი მაქსიმე ყველაფერზე მოახდინა გავლენა დასავლეთის აღმოსავლეთზე საფუძვლებში და ამის ყველაფერი და ლოგი იგივად მაინც ხდებოდა, მაგრამ ეს ინტუიცია კერძოვის და ეს ყველგან არის ესეთი რაღაც. უბრალოდ ზოგი ამას არ ღვევს და ზოგი ამას არ არღვევს, მაგრამ ეს ინტუიცია თვითონ ადამიანს უნდა თავის თავი დაიცვას რაღაცა. ეს აქედან მოდის, ეს ბუნებიდან მოდის მეგობრებო.
აი ხა ნებისმიერ ბუნებაში ხა ფროიდს რომ აქვს რომ სექსი და სიკვდილისკენ ტოლვა ხო ეს ორი რომ არის რა ეს ორივე ჯერ არის ჩემი ინდივიდი და ხო ორი რაღაც ამოძრავებს ხო თავის ინდივიდი გადაარჩინოს ეს არის უნდა შეჭამოს აიცოს რაღაც ეგეთი და უნდა გამრავლდეს რა გვარი გამრავლოს ეს არის მორჩა აქაც ეს არის რა ეს არის კერძოობა საერთოობაში და საერთოობაში არსებობს თუ არსებობს კერძოობი თუ არა მაშინ არსებობს აი ეს ამ ზღვარში ვერ გავდივართ კაცობრიობა ზოგი ასე არის ზოგი ისე არის რაღაცა დღეს თუ ინდივიდუალური უფლებები მე მივიღებთ რომ ესე იგი ერთის ინდივიდუალური უფლებები აღემატება მეორის ინდივიდუალურ უფლებებს თუ მე აღმოჩნდა პრივილეგიებს ვითხოვთ მე ამას უწოდებ ნეგატიური და პოზიტიური უფლებები პოზიტიური უფლებაში არა გაქვს მაგალითად იმისი რომ რაღაცა ხინკალი ჭამო ამის უფლება არა გაქვს მაგრამ ვერავინ ვერ ამიგრძელოს მე ხინკლის ჭამას აი ეს არის ჩემი უფლება რომ მე შემიძლია ხინკალი ჭამო მაგრამ ვერავინ არ ამიგრძელოს ამას მაგრამ ის კი არა რომ მე შენი ხინკალი მინდა ეხლა და მაჭამე და ეს მოითხოვეს ამ იდენტობის პრობლემები რომ არის ჩიპიტები და ეგეთი რაღაცეები ზანგების უფლებები და უმცირესობის უფლებები და აბაბა და უბაბა ეს ყველაფერი მიდგარდაც მე იქამდე რაც მივიღეთ რომ რომელი იქნება პირველი მუსულმანი ქვეყანა რომელსაც ექნება ატომური იარაღი ნუ არის ეგეთი ეს უკვე პაკისტანია ეგეთი მაგრამ ნუ მაინც ხუმრობა ინგლისელებს ეკითხებია რა რომელი იქნება და ინგლისი პირველი მუსულმანი ამის შესახებ ხო მორჩილება დაწერა უელბეკმა იმდენად არ მომეწონა მაქსიმი სიმართლე რომ გითხრათ ყველაზე მეტად მაგის ის მომეწონა კუნძული და ის რომ არის ცოტა ელემენტარული ნაწილაკები კი არა მეორე აქ რაღაცეთი ის საყოველთაოდ რომ მოუკლავ ეს რაღაცას რომ არის ისინი ტერორისტები კი არა რადიკალები მუსულმანი რადიკალები რა ფილმი არის პლატფორმა თუ რაღაცა ხო და ნუ და ეხა ბოლოს რაღაცა ბოლო მისი წიგნი იყო კიდე ის უკვე რუსულად ნახე რაღაცა იყო კიდე რა ხო და ეს უელბეკის და ეს ბოლო წიგნი სიმართლე გითხრა უკვე მეც მე მგონი უელბეკს აღარ წავიკითხავ თუ რაღაცა ეხა არ დაწერა კიდე და კიდე არ ატყდეთი ამოვირო ეს ვაფშე შედევრია და ვაფშე რაღაცა უკვე მეც აღარ წავიკითხავ უკვე ჩემთვის უკვე გასაგებია რა ეს მისი ძირითადი ის დეტალები იმდენად აღარ მაინტერესებს. ხო და აი ამ სიტუაციაში მაქსიმე ამბობს რომ აუცილებლად ესე იგი პიპოსტაზი ხო და იდეა ესე იგი ამისი ყველაფრის იდეალი ეს არის მინასანების დოგმა ჩვენთვის ესე იგი სადაც არის ბუნება არსი ერთი და ის არსებობს სამპიროვნულად ეს ერთმანეთისგან არც ამის აუცილებლობა არც არაფერი არ არის ესეა Pragmati o Maximus den χρειάζεται να υπέρβει το ορισμό της υπόστασης του Ιωάννου Δαμασκηνού ως φύση με ιδιότητες μια έννοια που είναι επίσης ανήκει στο Καπαδόκες. Έτσι ένας άνθρωπος μέσω του λόγου της φυσικής κοινότητας των μέρων της ύπαρξης του διατηρεί το μουσείο του με τα άλλα ανθρώπινα όντα ενώ μέσω του λόγου της ιδιαιτερότητας αυτών των μέρων διατηρεί την ιδιαιτερότητα της υποστασής τους. Όμως, რაც არ ხიწერეთ, ეხლა დაახლოებით ეს არის. და მე ვღებულობ და ესეთ რაღაცაზე გახაზული მაგ და თან კითხვის ნიშანი მაგ დასმული. რა აქაც კითხვის ნიშნები მაგ დასმული. რაღაცები ვერ გავიგე? თუ რატო მაგ. ოკეი, დავიწყოთ,
e analizzeri posso ipostasis είναι το θεμέλιο της όλης πραγματικότητας, κάτι ότι οι καθολικές ενίες εξαρτώνται επομένως από επιμέρους όντα για να υπάρξουν. Είναι επίσης αλήθεια ότι οι μέρη διατηρούν την ταυτότητα τους με την ιδιαίτερη διαφορά τους και κατά αυτόν τον τρόπο βρίσκονται σε ασύγχυτη ένωση σύμφωνα με μια იგივე სვამობ. იმავე სვამობ, ესე იგი ესენი ერთმანეთს საჭიროება. Έτσι για τον Maxim, ესე იგი პიროვნება და ფისი, ესენი უნდა იყო, აი მათ უნდა კონდეთ თანაბარი მნიშვნელობა. ფილოლოგმა ამեկցალა მნიშვნელოვნობის თქმა, то მნიშვნელობა მაგას ნიშნავს, მნიშვნელობა არის the meaning, რაღაცის მნიშვნელობა. მნიშვნელობა არის რაღაცა რომ მნიშვნელოვანია. Έτσι για τον Μάξιμο η ουσία, δηλαδή το είδος και το γένος είναι εξίσου σημαντική με τα επιμέρους. Οκ, ამიტომ ეს ტოლესფეინის არის 215 წლის, ხო? აი ამ ძალიან გაუთმო ერთ უზარმაზარი თავი, ემა თავის ახალწლისშია ტოლესფეინმა, ტოლევსენმა ვერ ხედავდა. ტოლევსენ, ეს რო გითხარით ნორვეგიელი არის მეთქი რა, ტოლევსენის ეს 2015 წელს გამოცემული წიგნია, მაგრამ ეხლა 2025-ში რო გამოცა კიდე წიგნი, იქ იმაში ერთი თავი მთლიან დათმობილია და აქაც მაგას ციტირებს, 2015-ის ციტირებს მაქსიმუმ. რომ მაქსიმესთვისო ერთმანეთად მნიშვნელოვანი არის ქვეყანას თუ მაგე სახეობა და გვარიო, ესე იგი ზოგადობები. როგორც კერძოობა. აი ეს ორი რაღაცა და ეს იძლევა როგორ იმის საშუალებას, რომ ესე იგი ადამიანი ოქმნის რაღაცას, აი მერსედეს რო ამბობდი რა, მერსედეს რო მანქანას შეიძლება კიდე საერთოდ გენი იყოს, მაგრამ მანქანა შედის ეტლებში შედის მოძრაობის საშუალებები, რა ვიცი მე კიდე რა, ბორბლიანი მოძრაობის საშუალებები და ასე შემდეგ და ცხენი და რაღაცა, მაგრამ აი ქართულ ენაში ხო ეგრე არის რომ ეგეთ მანქანა და ცხენი ერთდაგია, მანქანა მყავს, ხო, წეც უნდა რომ მანქანა მაქვს უნდა იყოს. იმიტომ ცხენი მყავს, სულ ერთ ციცახი მყავს, ხო? მანქანა მყავს, ველოსიპედი მყავს, მოტოციკლეტი მყავს, ძაღლი მყავს, ცხენი მყავს, სახლი მაქვს. ეტლი მაქვს. ხო, ეტლი თუ გაქვს, მანქანა რატო გყავს? იმიტომ რომ ცხენი, ზაღლის და აი რა მოძრაობის საშუალები, ვირი მყავს და მოძრაობის საშუალებები გვარში შედის მანქანა. მაგრამ აი მანქანის ზოგადობას რო შევქმნი, ხო ის რეალურად არის ღმერთში. ესე იგი მე ადამიანმა შევქმნი რაღაცა ზოგადობა, რომელიც არის ფუნება. ესე იგი ლოგოსი. ადამიანი ქმნის ლოგოსს. ღმერთთან ერთად. ლოგოსი რა არის ღმერთი? ლოგოსი ღმერთის ნება, რომელშიც იგულისხმება საღვთო, რომელიც საღვთო ენერგიის ფონზეა. ამიტომ შეიძლება საღვთო ენერგია რესურსების. იმიტომ რომ ის თან მოქმედეს, ხო თქვა და სინერგიით ამოქმედეს. ხო, მე დაახლოებით ეგეთი რაღაცები წერია. Έτσι για Maximus δηλαδή ο είδος ρόλο και η αν αναφέρεσαι του και αμογλίτσο τότε ο κόσμος καταραίει σε μια διαταρακμένη πολλαπλότητα σε ένα υπαρξιακό ατομισμό χωρίς όρια. ეს მაშინ თუ ამას გამოვიწყოთ, მაშინ მივიღებთ რომ როგორ არისო
დიატარაღმელი ბულაპულო და დიატარაღმელი ეს აი ნუ ქაოსს მივიღებ თუ რა სულ უნდა ყველაფერი ირევა და რა აი რაც ყველაფერი ირევა ერთმანეთში და აი არაფერი და ამ ყველაფერი არეულში ერთმანეთთან არაფერი კავშირში არ არიან პიროვნებები რა და ანომია არის პრობლემა ვიცახით რომ ანომია რა ადამიანი ჩაკეტილია გამყოლებულია დეპრესიაშია თუ ურთიერთობა არ აქვს და ეხლა მე რასაც ვაკ პრინციპში მე ეხლა ამას რაც ვაკეთებ აგიხსენეთ თქვენ კი არ გიკეთებთ ამას რასაც გიკეთებთ ეს ვიცი რომ ეხლა ადამიანის თავს არ მოიგნოთ ამის მოსმენით ნუ ხო ხედავ რომ 40 ან 25 ან რაღაც ეგეთი არის ნახველა აქედან რამდენმა ბოლოს მე უყურა კაცი არის მე ამას უფრო ვაკეთებ იმიტომ რომ ეს მე ბოლომდე გავიაზრო მე გამოვიყენო ეს ინტელექტი artificial intellecti და ის ქართული რასაც ლაპარაკობ გამოვწურო ტექსტად მე ტექსტს გავსწორებ და ინგლისურად მე გადაუგზავნი ჩემს მეგობარს იმას რამის კი არის მაგრამ artificial-ს ვატარგნინებ და გაუშვებ და რომ მეგობარმა ახლა მთხოვა, ნუ იმას ეკნება და რაღაც 10 გვერდამდე მას ისო. ან ყოველ შემთხვევაში რა ვიცი რა იქნება რომ თან ვერტული პახოდუ რა. ხო, ნუ აქ მე პირდაპირ ვამბობ ხო და იმისათვის რომ აი ეს მუდამ ეს იმანენტურობა და დელეზის იმანენტურობა უნდა შეიქმნას პიროვნების კვანძები და სწორედ აქ არის პიროვნული კვანძები და აი მამარდაშვილი მე სწორედ აი აქ ამოაქ მამარდაშვილს ძალიან მნიშვნელოვნად რომ აი მაგალითად ერთი კვლევას ავითარი რა აი ორი რაღაცაა შეიძლება რა გაინტერესებდა ესე იგი მამარდაშვილი მისდევდა ესე იგი 1970 წელს მან დაიწყო დისერტაცია ჰეგელზე, სადაც ნუ აჩვენებს, რომ ჰეგელთან ნუ ყველაფერი განპირობებული არის და ყველაფერი გარდაუვალი არის რა. ნუ ესე გაიგო მან ჰეგელი. და მანამდე იგი ალთუზერთანაც ჰქონდა ურთიერთობა, როდესაც ადამიანური პიროვნება, ესე განისაზღვრება ნუ გარემომ შემომდინარე ვითარებებით რა. ნუ გენეტიკა მოგეცა, მე დედაშენი ყავას ვავდა თუ სიგარეტს ეწეოდა თუ ლოთი იყო თუ რაც იყო, რაც ხდებოდა მუცელში. ის იქიდან უკვე იწყება შენზე გავლენები, მე რომელ ოჯახში მოხდები, რა სჭამ, როგორ ჭამ, რა პოლიტიკა იქნება, რა მინდები დაგხვდება, რაც მილიონ რაღაც განსაზღვრო შენ და თანამედროვე მე ხე მაშინ არ იყო, მაგრამ თანამედროვე მეცნიერება პირდაპირ აჩვენებს, რომ ტვინი იღებს გადაწყვეტილებას და რამდენიმე მილისეკუნდის მერე შენ გონია რომ შენ აკეთებ იმას, ესე იგი შენ გონია რომ შენ მიიღე გადაწყვეტილება. სინამდვილეში ჯერ შენმა ტვინმა მიიღო და მერე შენმა პიროვნებამ ესე ამტკიცებს იმას, რომ ჩვენი პიროვნება არ არის ამოგლეჯილი ჩვენი ბუნებიდან და ვერცადაც ვერ წაგიყვანს. რაღაც ეს ერთი მტკიანობა და ერთადერთი ის რაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენ ვცხრნათ ჩვენი გონება, ჩვენი კოცნობიერი ასკეტიკი რაღაცა რომ იმ ჩვენმა ტვინმა სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს. და ეს არის მაგალითად აი რასაც აკეთებს კვარაცხელი რა, აი ფებრულის თამაშის დროს გადახარდა რა. მაგარი გოლი რო გაიტანა, მე მგონი თუ არ ვცდები არსენალთან გაიტანა თუ ვიღაცასთან გაიტანა, ძალიან მაგარი გოლი გაიტანა. ესე გარბოდა და მე ფეხით რაღაც გადააცურა და მე მარცხენა ფეხით რაღაც აუ მაგარი გოლი. აუ ყველაზე მეტი გოლი მიყვარს მაგისი. და მე ეკითხები რა აუ რა მაგარი გაიტანე რაღაცა. ხო რა ვიცი რა გააკეთე ეს ისო და არ ვიცი. უნდა ვნახო. იქ რომ მიდიხარ აღარ ფიქ უკვე შენ წვნების და იმის მერე ჯოკოვიჩია თუ ჯერკოვიჩია თუ რაღაც ბარი რომ არის ის ამბობს რომ ვემზადები ინგლისისო და იმედია რომ ჩემ ტვინს გადაწყვეტილებს მიიღებს. ესე იგი თამაშის დროს. ესე იგი აი ავტომატიზმამდე უნდა მიიყვა 6 უნდა გახადო. აი ეს 6 მიდრეკილება რაღაც ის ჩოვათ უნდა გაიხადე. ესე იგი აღარ უნდა ფიქრობდე მე რომ ეს სწორი გავაკეთე არ გავაკეთე. ესე გნომიკურად უნდა გნომიკური მანამდე სანამ აი ის მე როდესაც უკვე ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას ღებულობს უკვე ჩოვლებით და კვარა რო ურთხავს. აი ეს არის უკვე 64-ში ადამიანს აღმოჩნდება და აი ამ სიტუაციაში აი ესეთ გარემოში, ესეთ ვითარებაში მაქსიმ მამარდაშვილი ალთუზერთან ერთად უცვლიდა რომ ადამიანი აი განპირობებულია ყველაფერი ამით და ნუ ვერ გაექცევი რა ამას ყველაფერს.
ხო ეს მარქსიდან მოდის ეგ ხო ხო და მე 90 წელს დაიცვა ეს და რა 1970 წლიდან უცებ იწყებს პატარა ეხა ეს ავტოზერთან და რაღაცასთან ეს სტატიაა ეგეთი ერთი რუსის და მე ამას აჩვენებს და მე უცებ ის არ ახსენებს რომ ჰეგელზე დაიცვა ეს დისერტაცია და რაღაც ეს უკვე მეგეუნებით მაგრამ მე მოყავს უკვე 70 წლების დასაწყისში უცებ მაქსი იმისი მამარდაშვილის დღიურებში ჩდება ფრაზა რომ არა მაინც ესე უნდა ესე პიროვნება მაინც უნდა მივიჩნიოთ რომ რაღაცა და პიროვნებაზე იწყებს მე აქცენტის გაკეთა შემბრუნდება მამარდაშვილი და როცა უკვე გამოიკვლია მთლიანად და ნახა რომ ადამიანი არის ზედგვარი სათამაშო ვითარებების უცებ მე მამარდამიდის იქამდე რომ ამას რომ არა ჩვენ მაინც არის ჩვენ მაინც უნდა სხვანაირად არ გამოდის სხვანაირად უკვე აღმოჩნდება აი ეს რაც აქ წერია რომ იქნება ეს გაბნეულობა ქაოსი და ამ ქაოსში გაბნეულობაზე პიროვნების სრულად შთანხმებას რომ ავერიდოთ განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ძალაბარი მათ შორის პიროვნებაზე აქცენტი უნდა გავაკეთოთ და კანტზე ეს უკვე მე გამახსენდა ეხლა ერთი ორი კვირის წინ გამახსენდა რომ ერთი ფრაზა ზუსტად მახსოვს ის ადგილი სად ვიჯექი ეს იყო საბერძნეთში ვიჯექი ბახში ვიჯექს რაღაცას და მქონდა კანტის ლექციების კურსი მამარდას მოკითხულობდი და მე მგონი ხო ნუ რაღაცა არ ვიჯექი არ ვიჯექი ან სახში ვიჯექი ხო სახში ვიჯექი თესალონიკში ხო და გამახსენდა ხო და ის მახსოვს რომ ამ ეფექტი მოახდინა რომ აი კანტთან მეორე მესამე თავში რომ ის ამბობს რომ აი თუ არ კიდე არ ვიცი ხო და აი გამოს რომ აი კიო ყველაფერი განპირობებულია კანტიც ხვდებაო რა რომ აი ზნეობაზე რო ლაპარაკობს რა ჯერარსზე კანტის იმპერატივზე რომ აი მიუხედავად იმისა რომ როგორიც არ უნდა იყოს რაღაც არ უნდა განაპირობებს როგორც არ უნდა განპირობდეს შენი აი იზოლებული ხარ დანაშაული ჩაიდინო ან უზნეობა გააკეთო არ უნდა გააკეთო მაინც ხარ პასუხისმგებელი ესე იგი შემოგრა არა ჩვენ კი ყველაფერი გამოვაპიროთ მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ჩავთვალოთ რომ ჩვენ გვაქვს ეს უნარი სხვანაირად ადამიანი არ გამოდის და ერთი მამისთან ნიადაგზე მახსენდა და კიდევ ერთხელ გაზეთში წაკითხა ეს 90 წელიც არ არის ხო 90-იან ის საბერძნეთში არ ვარ წასული ვაფშე რომ 90-იან წლებში მახსოვს თუ არ ვწდები ზიანად გამსახურდია დაიჭირა თუ შევალაზე დაიჭირა თუ ზიანად გამსახურდია დაიჭირა არ ვიცი ჯაბა იოსელია სამართლში ჩასვეს ხა ზუსტად ვერ გეტყვით შევარდაძემ დაიჭირა მე გამოუშვა თუ რა მოხდა ვერ გეტყვით მაგრამ შეიძლება ეგრეც იყო არ მახსოვს მაგრამ მოგეთ კაი როცა როგორც აღოთ და დაიჭირა და მე გამოუშვეს და ინტერვიუს აძლევს რა ეს რა ქვია ინტერვიუს აძლევს ჯაბა და იქ ამოს რომ გაუნძებელი რაღაც არ უნდა გააკეთო და გაუნძებელი მოვიდო მე რა გამოიშვის უკვე შეიცვალა ძალაუფლება რა გაუნძებელი მოვიდო და ჯაბაო ბოდიშიო რა ხო იციო რა ზოლშულებ ხაშულებ ეს ზემოდან მოვიდო და არ მე უთხარი რომ არ უნდა გაგეკეთებინა ეს ინდროგორია ეს მაინც უნდა იყო პასუხისმგებლობა შენ ესე იგი უნდა ჩათვალო შეპიროვნება ხარ რომ შენ თავისუფალი ხარ და ესე უნდა იმოქმედო და ანუ დერიდასთან ეს პრობლემა მოვიდა დელეზის და ესე პირდაპირ აი თითქოს პიროვნებას ხარ მანაც იცის ხო ფუკოც მაგას ამბობს რომ აი ჩვენ განათლების სისტემებია ციხე იქნება რაც იქნება ყველაფერი ნუ ადამიანს აფორმებს მაგრამ ბოლო წლები სწორედ ფუკო
ამას რომ არა ჩვენ უნდა მიმართო პირველ ძალისხმევას და მაინც საკუთარი თავის ზრუნვა, საკუთარი თავის ჩამოქნა, გამოქნაზე მაინც უნდა ვიმუშაოთ როგორიც არ უნდა იყოს განმაპირობებელი გარემო. ჩვენ მაინც უნდა ავიღოთ ეს პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე და როდესაც დელეზი ლაპარაკობს რომ ტერმინების შექმნა, კონცეფტების შექმნა ეს არის ფილოსოფიის თავარი მონიტორი კონცეფტებთან ერთად ჩვენ ვქნით რეალურ საზრუნო არის და ვაფართოვებთ საზრუნო არის და ვქნით ახალს რაღაცას და ჩვენ ამაში მონაწილეობთ რეალურად იმას რომ ჩვენ მაინც უნდა მოვიქცეთ როგორც პასუხისმგებელი მოაზროვნე ადამიანი. აი ამ ყველაფერს აი აგერ ამოს ლუდოვიკო ყველაფერს აი ამას ხედავს მაქსიმისტად. ამდენად ეს ესე არ არის, აქ ამას არ ახსენებს, აი მოყავს ხოლმე მაქსიმეს მე გძელდება დაახლოებით ეგეთი რაღაცეები. პერიდიაფორო ნაპოლეონ 81 რომელი არის? პერიდიაფორო ნაპოლეონ. ეს არ ვიცი რომელია ბუდიშით. ეს რაღაცა მითითებებია, რომელსაც ვერ პოულობ მე 91 პერიდიაფორო ნაპოლეონში 91 რომელი არის? მოიცადე? ხო, რაღაცნაირად მიუთითებს მეგობრებო და ვერ იმაშვები, ვერ პოულობ რა. აქაც არის მაგალითად პროსტალასიო 60 და სხულია 19 და ეს რუგენას სინია და კომენტარებია და ის აშუაშია კეფალია დიაფორა და რაღაცა ვერ პოულობ რაღაცა აღარ მახსოვს ეს მაქსიმეს და ხან ინგლისურად თქვია ხან რაღაცა თქვია და ნუ ეხა არც აკაზე რომ მოუძებნო რა ზუსტად და შევადაო მაგრამ აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ამბობს რომელიც კაი არ გამოეპარა ეხლა აუ რამდენია თო რა ამბავიჩი ხო და ის რა ვქია მაგრამ ეს ამ მნიშვნელოვანი არის რა ეს უდიდესი მნიშვნელობის რაღაცას ამბობს ეხა და ეს ну გრომიზე გელაპარაკეთ და აი გრომიდან გადადის ესე იგი ჯერჩინებიდან გადადის აი ერთ აბზაც მინდა რომ ეს პერიდიაფორო ნაპოლეონ 91 რა აჯანდაბა პერიდიაფორო ნაპოლეონ ის არის ამბიგვა ოკეი კაი ასე დავიწყოთ ახლა ეს მნიშვნელოვანი ამბავია Olaf das είναι πάγονται μια εξαιρετικά ολιστική κατανόηση του ανθρώπινου όντως. Ну, ამ ჰოლისტურობაზე, ჰოლისტიკეს, მთლიანობაზე, რომ ადამიანი მთლიანა, ფსიქოსომატური მთლიანობა არის. ამაზე უკვე თქვი ხომ? Φυσικά, αυτοαρχικά επιβάλλει μια βαθιά οντολογική ενότητα μεταξύ σώματος και ψυχής. Აგერაც ყოფილა, ხო, ფსიქოსომატური, ესე იგი, სხეულ სულიერ. ესე იგი, სხეულის და სულის ერთიანობაზე ლაპარაკობს. Αλλά ο ομολογητής πηγαίνει ακόμη παραπέρα, მაგრამ ομολογητიო კიდევ უფრო შორს მიდის. აი ეს მომენტია, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. Η ουσία του ανθρώπου δεν είναι η ψυχή. ადამიანის არსი არ არისო, არც მისი სულიო. Ну, სამშვენელი, მაგრამ არ მოწონს ეს სიტყვა სამშვენელი. Ψυχή ούτε βέβαια το σώμα, არც სხეული, αλλά το όλον αυτό არამედ το თლიანო იგიო, აი ადამიანი, πέρα από οποιαδήποτε αρχαίο ή σύγχρονο δεισμό. ყველანაირი
ყველანაირი ძველებური თუ თანამედროვე დუალიზმის ბუდიზმი. აი კარგი და ცუდი საწყისი, სხეული და სული უფრო მთავარია ვიდრე სხეული და რაღაც ეგეთი რაღაცა. კი აქ ხოდა ზენაზეც გითხავით ამდენ, როდესაც ადამიანი აი მთლიანად გამოეყოფა, ცალკე ხდება, სხეული ცუდი ხდება, ადამიანი ბოროტისკენ არის და მისი გონება და რაციოა მთავარი. ხო? ასეც მოდერნიზმში არის ადამიანში ის გონება არის ლოგოსი. ხო? ეს სტოიციზმს ადარებენ გამართლებს პერიოდს, როდესაც ადამიანში მთავარი ხდება მისი აზროვნებითობა, მისი რაციონალურობა და ადამიანი თუ გამოიყენებს თავის გონებას ის წინ მიდის, მაგრამ მე ვნახეთ რომ ნებები მოერიან გონებას, ხო, მე-20 საუკუნეში. და მარტო გონებაზე დაფუძნებული პოლიტიკა არ, ესე იგი ადამიანი კიდევ უფრო სხვა არის და განსაკუთრებით ამას ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა ფროიდმა მაგალითად, ხო? მე-20 საუკუნის დასაწყისში და ეს უკვე ნიშანი იყო რომ ადამიანი ის რაც ფაშისტი კომუნიზმში და დღემდე გრძელდება პუტინიზმში და ბულგარეთში და ლევან ალექსიძეში და ასე. ხო. Que acolo περισσότερα από αυτό, ο Μάξιμος ισχυρίζει ότι αυτό το είμαστε ο Χουάης. Ο Μάξιμος ισχυρίζεται, αν tkitsepso, ισχύει ძალას ნიშნავს, ισχυρίζεται. ამ tkitsებს, tkitse, სიმtkitse არის ძალას ნიშნავს, tkitse. tkitse ნებისა და მე. ისქირიზეთ ამ შულო ისქის, შულო tkitse თქვა. Αυτό που είμαστε στο βάθος, ის რაც ჩვენ ვართ ჩვენს სიღრმეშიო. უსოვანო გაეთქვაციონში. Είναι αδύνατο είναι αδύνατο να βρούμε ის შეუძლებელი, ის რაც ჩვენ ვართ ჩვენს სიღრმეში მე მას ვარ ინდრეკილებას და ექსის უწოდებ, მაგრამ να βρούμε και να το πούμε ჩვენ ვერ შეგვიძლია ის ვიპოვოთ და ის გამოვთქვათ, γιατί είναι καθαρή ελευθερία. იმიტომ არისო სუფთა წმინდა სუფთა ელευθერია, თავისუფლება. ამ ელευθერიას ვეძებ იმას, ქვია ეტიმოლოგიას და არ არსებობს ამის ეტიმოლოგია. არ ვერ იპოვეს. Ο άνθρωπος δεν είναι το άρθρισμα όλων των μεμονωμένων συστατικών και ιδιωμάτων του. Ადამიანი არ არის ერთი ჯამი, άρθρισμα, ეს იქნება ერთი მთლიანობა, ერთი შეწყობილობა, მისი განხოლოების შემადგენლობებისა და თვისებების და მახასიათებლებისა, όσο πολλά και αν βρούμε να το αποδώσουμε. რაც არ უნდა ვიპოვო მისი მახასიათებლები და თვისებებიო და რანაირადაც არ უნდა შევადგინოთ ადამიანი როგორც მოზაიკა, მას ადამიანს მაინც ვერ აღწევს. Το ίδιο το ανθρώπινο υποκείμενο στο βάθος του είναι ούτε σώμα, ούτε σώμα, arts skeulия, arts sulia, ούτε μία ανάμειξη, arts mati რაღაცა შენარევი ή ένα άρθρισμα, arts მისი რაღაც ერთგვარი შეწყობილობა, ან ერთგვარი სტრუქტურა, ან ერთგვარი άρθρισμα, როგორც მას დალაგებულობა. Τους, αλλά έτερον την παρατάφτα, το περί ο ταύτα εστί, συνεκτικόν μεν τούτον, αυτό δε τούτο, τούτης ουδαμός, συνεχόμενον, ούτε γαρέστη εκ τούτον, η ταύτα ή τι τούτον, η εκ τίνον, η τίνος αυτόν,
tutis, I tisin, I tinituton, το πέρι, ο ταύτα και έστι και λέγεται. რაც მათზე ითქმება, რისგანაც შედგება, ვინც არის, როგორც არის, რა ვინც არა. როგორც არის, რანაირიც არის, საერთოდ შემადგენელი მისი ნაწილები. და გახსოვთ რა გითხარი. ჩვენ ყველანაირად შევდგებით აი წერა რო გითხარი გარემოსგან ავიწყობით. მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ პიროვნული თავისუფლება გვაქვს. არჩევანება. ის რასაც კანტი ამბობს და რაც წერა გითხარით, აი მაქსიმე ამბობს, რომ ეს არის ადამიანი. რა არის კი პიროვნება? აქ პიროვნებაზე არ არის ლაპარაკი. პიროვნება რამე არის თავისუფლება. აი რას თქმა მინდა მაგალითად. ნახეთ როგორ არის საბოლოო ჯამში ადამიანიც მიუწვდომელია. საბოლოო ჯამში ადამიანის არსიც არის ისეთი აპოფატური. მიუწვდომელი, გამოუკლებელი. როგორც ღმერთი, ღმერთის მსგავსებად არის შექმნილი. ის ღმერთია თვითონ ამაზე. ის არის აბსოლუტური თავისუფლება. ამას ძალიან რთული რამეა. ამას რო წააწყდეთ თანამედროვე ფილოსოფოსები ამიტომ არის ამაზე უარსო ამბობს ადამიანი მე. Sindur რაც არ უნდა გააკეთო, რაც უნდა მოიმოქმედო, რაც არ უნდა ქნა, როგორც არ უნდა ქნა, არაფერი არაფრის გარანტიას არ გაცლებს. არაფერი არაფრად არ არის. თუ ის თავისუფლება შეიზღუდა. იმიტომ შენ ამისგანაც თავისუფალი ხარ. ეს არ არის რომ პიროვნება უფრო მეტია ბუნება. არამედ აქ ლაპარაკია რომ ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი გვაქვს და ჩვენ საკუთარი თავის გვესმის მხოლოდ მეორე ნაბიჯზე ამას მამარდაშვილი ძალიან ხშირად ამბობს. ჩვენ მხოლოდ ამიტომ ასში ჩავარ და ვერაფერს ვერ გამოიწვევ ისე როგორც ვერ იფიქრებ რამე ახალ ფიქს თუ თვითონ ეს ფიქრი არ მოვიდა. ეს პარადოქსია. ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ სხვა ადამიანი არ გვესმის, ვერ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობა გვაქვს მხოლოდ ენერგიებით. ის ქრისტეშია ეს ორი ბუნება, ქრისტეს პიროვნებაში ერთი პიროვნება, ორი შეურეუნება. იქ არის ეს დასრულებული, მაგრამ მაინც იზრდება. ხოლო ჩვენ მე შენ სხვა ყველაფერი ჩვენ ვართ მუდმივ ქმედებაში, მუდმივ წარმოებაში, მუდმივ სიახლეში, მუდმივ გარდაქმნაში, მუდმივად ვაწარმოებთ ერთმანეთს, მუდმივად ვქნით სამყაროს, მუდმივად ვქნით გარემოს, მუდმივად ვართ პასუხისმგებლები. ჩვენ რასაც ეხლა ჩვენ ვაწარმოებთ ჩვენს გარშემო. ის მხოლოდ მოქმედებები, ის მხოლოდ ენერგია, ის მხოლოდ კვანტების ურთიერთ მოქმედების გარკვეული და შეიძლება გარკვეული საკეთ ილუზიურიც. ოღონდ რადგან ღმერთია, ეს ილუზია არ არის. ეს რეალობა, იმიტომ ყველაფერი ამის დამფუძნებელი და ყველაფერი ამას თავისი სიმხარ და საფუძველი ღმერთში. ღმერთთან ეს არის ის რასაც თქვენ წაიკითხავთ დელესთან, მამარდაშვილთან, დერიდასთან. აქამდე მიდის ადამიანი აზრენდა, კი მაგრამ ეს ჯერტი, იმიტომ რომ ერთი კულტურის ნაწილები ვართ. ერთი ცივილიზაციის. ბოლო-ბოლო ერთი კაცობრიობის და საბოლოოდ სიღრმიდან მაინც ეს ამოგვარ მეტი ვერაფერს ვერ ამოვიდა, იმიტომ რომ ეს ავარ, რაც ავარ. ადამიანი თუ ბოლომდე და ზუსტად ფიქრობს, საბოლოო ჯამში ყველა კონგენერალური ხდება, ყველა მიდის საბოლოოდ ერთი და იმავე დასკვნამდე ამიტომ მამარდაშვილი ადგილას და მეც ეგრე მჯერა რომ როგორც არ დამარცხდეს ეს ევროპა, როგორც არ დამარცხდეს ხო დაამარცხეს, ჯერ ცალკე ბარბაროსებმა დასავლეთი ეს რომი დაიპყრეს და გავანადგურეს იქ. და მეორე ბიზანტიამ вообще ტირანია ჩამოყალიბა საქართველოში თამარმა უარი თქვა ქარტიაზე და დემოკრატიაზე, რომელიც
ქარტია, რომელიც ინგლისში მიიღეს და ის გახდა საბოლოოდ anglo-saxon კულტურის ბურჯი ის ქარტია. ჩვენ უნდა შემდგარიყო ეს და თამარმა მოისურვა მერე რომ არა თვითონ ყოფილიყო და მერე თავის შვილები ორივე დეგენერატი გაეზარდა და იმათმა კიდევ თავის უსულები და დავით ულუ და დავით ნარინებით და ვიღაცები დედაგვიტირეს და გადაუაგდეს და სუდანის კაპრიზებით არ და რომ ყოფილიყო პარლამენტი ან რაღაცა შეიძლება რაღაც სხვა რაღაცა ყოფილიყო ამას უკვე ვული რომ გაგვეკეთები ამიტომ რომ ბერძენიშვილი ამბობს რომ თუ რუსთავებმა ეს პოემა თამას კი არ მიუძღვნა არამედ ეს პოემა მიუძღვნა დავით აღმაშენებელს ესე იგი იმიტომ დავით აღმაშენებელს აი ეს მომენტი ets υπάρχienas άγνωστος ατεπατικός πυρήνας του ανθρωπίνου προσώπου ατόμου ესეც არისო ადამიანური პიროვნების ინდივიდის ამ შემთხვევაში წამოს ატომის აპოპატური ბირთვი. ეხლა მე ამ ბირთვს მაინც უწოდებ ექსის. ესე მაინც ეს მინდრეკილია ღმერთისკენ და თავისუფლება მაინც დაფუძნებულია ღმერთში და აქედან ამბობ, მაგრამ ეს კიდე სხვა თემა. δεν είναι επιδεικτικός κανένας ορισμού και რომელიც არ შეიძლება επιδεικτικός, რომელიც არ არის მიმღები რაიმე განსაზღვრების ან ამდილებში არის როგორ არის ქართულად ამდილებში არის სილიფსი არის დაორსულება არის მიღება არის ამდილებში არის შეხედულებას ნიშნავს აი ჩემი შეხედულებით ამდილებში ესე იგი ჩემი არა აქვს ნიშნობა ან რაღაცა შეხედულების ან რაღაცა აზრის που δεν είναι καμία σχέση που δεν έχει καμία σχέση με παραγωγής όσον αφορά στα συστατικά του იმიტომ რომ ის არის წარმოება არ არის ნაწარმოები ესე იგი ბუნებრივად აუცილებლად ნაწარმოები და გამომდინარე მისი შემადგენლობის მიერ ის განაცის შედგება და ოპია ენოპიი რომელთაც ის მაგრამ მიუხედავად ამისა რომელთაც ის მაინც გააერთიანებს აღემატება რამე მაინც მას პერვერონას აღემატება მას დაუბრკოლება და აღემატება მათ წყობილობას ართლის მაიქნება წყობილობა პერვერი აწყობილი ის შენთვის αυτός ο άπειρος τόπος ტოპოში άπირო არის მეგობრებო ერთ-ერთი უსასო ესენი ანაქსაგორას თუ ანაქსიმენეს რომელიც ბერძენ ფილოსოფოსის ტერმინია რა არის საწყისი ელემენტი იქ არის წყალი ეს ოთხი ელემენტი და ერთ-ერთი იყო აპირო უსაზღვროობა არის თავის უსაზღვროობა არის აპიროსტოპოს ის არის ავტოს აპიროსტოპოს კატიკონატო ეს უსაზღვრო ადგილი კატიკონატო ღმერთის ხატებით რომელიც არის ღმერთის ხატება ხატებისებრი ღმერთის ხატები თუ ინემ მას ინე ი ელეფთია და აი ამ ეს უსაზღვრო ტოპოსი რომელიც არის ღმერთის გავსება ხატება არის ჩვენი ყოფიერების ჩვენი ყოფიერების ჩვენი არსებობის ეს უსაზღვრო ადგილი რომელიც ხატისებრია ღმერთის არის თავისუფლება როგორც ბუნებითი
ნება ჯერჯინებითად ორიენტირებული უსაზღროსაკენ ტონალპიროსაკენ ქრისტესაკენ რომელიც აერთიანებს დანაკუწებულ ბუნებას აძლევს რა ამგვარად საშუალებას მთლიანობას შექმნილი არსებებისა იპოვნონ თავისუფლება პიროვნება ინდივიდში და გარდა ქმნან ენა გარდა სახონ ადამიანური პიროვნება როგორც განუმეორებელი პირსახე მთლიანობისა სინოლოგურ ესე იგი მთელი კაცობრიობის შენ და მე ვარ მთელი კაცობრიობის განუმეორებელი ოფსი პირსახე ოკეი ამგვარად პროსოპო ატომი პიროვნება ინდივიდი არის ერთი შემძლები იპოდოხიას მიმღებელი იპოდოხია ჭურჭელი შეიძლება პროსორეთ იპოდოხია არის მომგროვებელი რა რაღაცა რაც რო ჩაიჭრდება ერთ ადგილში რო ჩაიჭრდება ეს არის დოხია თუ ომოუსის ერთ არსის εφόσον με αυτόν τον τρόπο μιμείται το μουσείο ხო, ну, ამით ღმერთს გავსო და ასე შემდეგ.
ზოგი ეს ადამიანს ბურეს აპოფატურას რატო უსვამ მე ხაზს და რატო არის ჩემთვის მნიშვნელოვანი. ეცაა რაც აკეთებ თქვენ, რომ ყველაფერი ქაოსულია, ყველაფერი საერთოდ მოდის, ყველაფერი მოქმედებს, ყველაფერი განსაზღვრავს გენეტიკას გაძლევს, ოჯახს გაძლევს, ეს ყველაფერი არის მოცემულობები, ხო? და მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანი მაინც აქვს მას იგნომი, ესე იგი ჯერჩინება, ესე იგი თავისუფლება, რომ არჩევანის რო ეძახის ჯერჩინა რაღაც მის, ესე იგი აქვს აზროვნება. აქვს და ამიტომ მე მამადაშვილმა მოდი ვიაზროვნოთ ზუსტად, საბოლოოში მეც რაციონალობას უბრუნდება. ვიაზროვნოთ ზუსტად, თუ არა ზუსტად ვაზროვნებთ, ეშმაკი გვათამაშებს, ეს ქაოსში, ეს კი რა არის, დაშკოს მოსპოს განადგუროს, ხო? და აქამდე მიდის ნებისმიერ ფილოსოფიამ და რომ შემოგივარდებათ ვიღაცები და რომ გეუბნებიან პოსტმოდერნიზმი, თანამედროვე ევროპული სამყარო, აღარ არის ადამიანი, აღარ არის ეს ყველაფერი ტუფტა, წყვილია. ეს არის ვითარება, რომ ვითარებაში არის ჩავარდნილი ადამიანი, საიდანაც მან უნდა გამოიტანოს თავისუფლად უნდა გამოიტანოს საზრისი. თუ სწორედ ამ საზრისის მიხედვით პასუხისმგებლობით უნდა იმოქმედოს. უბრალოდ ეს ფილოსოფია აღწერენ იმ ვითარებას, რაც არის და რაშიც ვარ ჩავარდნილი. ეს გადაწყვიტეს ქრისტიანებმა, მაგალითად აღმოსავლეთ ქრისტიანებმა გადაწყვიტეს კაცრი ასკეტიკით. გაშორება აქედან თვითკონტროლით, შეზღუდვით, თავის პიროვნული ნების დამორჩილებით, რაზმით, იმით, და სადაც მივიდნენ დაინგრენ მოისპენ განადგურდნენ. მაგრამ ვინა წარმოა, რომელმაც წინ წამოწია ეს პიროვნული პასუხისმგებლობა, დასავლეთმა პიროვნული პასუხისმგებლობა, საკუთრება და აი ამ გაგებით, აი ამ მაქსიმეს საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ეს დასავლური პასუხისმგებლობის არ დაუპირისპირდეთ. მე ამდენ ამას ვამბობ. ამდენ ამაზე წიგნის დავწერე. ამდენ ხანი ეს არამეს დაიწყებოდა ეს ომი და ამისტერიკაში ჩავარდებოდი და სამ დაიწყებდი deep state-ებს და სისულელებს. სწორედ ამ იმის შესახებ დაგიწერეთ 2016-2018-ში. და მე მითხეს ფილოლოგებმა გამომიხდნენ შენ ქართული არ იცი, წერა არ იცი, გრამატიკა არ იცი, ესე არ უნდა დაწერო რთულად მიწერ თულად მე ამას გეუბნებით უკვე 20 წელია. რა ესეთ ვითარებაში ვარ ჩავარდი, 20 წელია აი ბოლოს რომ მივხვდი ეს ყველაფერი რა საშინელება 2010-2011 წელი იყო დისერტაციის მერე უკვე. ხედავდი რომ საერთოდ ვცდილობდი ამ შესახებ რაღაცა გამეგებინებინე. ანუ რა ვიცი, გოთ თავს. და ამას უწოდებს ანალოგიურ მოუწოდ ავიღალე აღარ შემიძლია რა. Извините.